წამოყევით ულამაზეს off-road მოტომოგზაურობაში და შეიგრძენით რა სირთულეებთან, თავგადასავლებთან, სიამოვნებასთან და ემოციებთან დაკავშირებული აი ასეთი მოტოებით მოგზაურობა მთებში, ღია ველებში და ტყეში. ბევრი სასიამოვნო მოგონებით, ბევრჯერ დაგდებული მოტოებით, იარაღის სროლით, კარტინგით, შხამიანი ფუტკრის ნაკბენებით და ერთ დღეში დაკლებული 3 კილოგრამით. ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ, კარგად მოკალათდით და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ჩვენთან ერთად. აი სად დაგვენძრა. მართალია ამინდი ცოტა გაგვიფუჭდა, მაგრამ მაქსიმალურად შევესწრებით რომ გავერთოთ, გადავალთ ნაფეტრებისკენ, რა თქმა უნდა, ასფალტით არა. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და იმედია ამინდის გამოკეთდება ოდნავ მაინც რომ შეგვერგოთ, წავედით. ეგ რა კაი მოპედია იცი? კი, ძმა, შენი არე მაგით. მომე დამსვი მაგაზე. ბენზინი გავსებულია, წავედით თაში. უახ, ახლა ბიჭო ეს. აუ, ხო არ გადაობ ეს. აუ ეს რა კაია ბიჭო. უფრო სუბუქიც არის. უფრო კალიასავით არის. ალბათ უფრო მარტივით არის რომ სადღაც გადა. მოკლედ, ვისაც გაგისწორდებათ ესეთი გართობა, შეგიძლიათ იქირაოთ ეს მოტოები და შეუბეროთ. ეს არკეები რა გვინდა, არაფერი არ ჩანს. რა უნდა გავითვალისწინო, არასდროს არ მივლია ესეთ გზაზე 10 წლის მერე. ცხენი ხო გიტარები ხა ეს ცხენი მიტარ კი, შეჩივა ცხენით დავდივარ სამსახურში. კაი, წავედით. აი როგორია ნული გამოცდილებით. ბოლოს ესეთ მოტოზე ვიჯექი, მე მგონი ერთი 5 წლის წინ. ნუ ძალიან დიდი ხანია აღარ მჯდარვარ რა. ანუ ესეთ სიტუაციაში არ მჯდარვარ, თორე ქალაქში რო ვარ, ამოტო აბა მანახი გავიაროს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობთ. სცეპლენია კონდეს და თუ რამეა სცეპლენით აჩერე და იმას რა. კი, ცოტა ხანი მინდა რომ მივეჩვიო რა. პრობლემა არ არის. აუ, ძალიან კაია ბიჭო. არ იქნებოდა ცუდი ესეთი მოტო. ჭია რომ მოიფხანო, აუ სათვალემ როგორ გავასწორა. ხელები უნდა მოადუნო. ხელები არ უნდა დაძაბო. როგორ არ უნდა დაძაბო, ვაფშე ვერ ხვდები რა ხდება. ყველა მემელოდება, სირცხვილო. ძალიან სუბუქი რო არის ეგ გართობს მაგრად. მეორე არ წამოხვიდეს თქვენზე ბევრად გამოსtildeულ ადამიანებთან, იმიტომ რომ ისინი გამორიცხული არის რომ დაგელოდონ და მაგაზე ჩალიჩი რო ვიღაცას წამოეწიო ასეთ სიტუაციაში. არა, კაი. მაგრამ გარემო ულამაზეს. იმის განცდა თუ გინდათ რომ რაღაცა თავგადასავალი მოხდა ტრასაზე ეგ თავგადასავალი რა თქმა უნდა რომ ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე აქ. მაგრამ აი ხა მიკროფონში რამე ისმის როტლიკინებ. აი სად დაგვენძრა. იმას გონია რომ ნუროთ რა კარგი რა. არა შანსი არ არის მე მანდ ვერ გავალ. რომ ზღართანი არ გავადინო. ვერ გადმოვალ კი სიჩქარეშია, просто სეპლენიაზე მომეჭირა ხელი. მინდა. აი შეგადები ადვილია. საიდან? აი აქედან გადავალ. არა. აი წავიდეთ. აი დი გრაინდ. აუ ფეხი. დავსველდი. ეს თუ არის იმენახისტი და დედამოწმული სატარებელია და ეხლა აი მუქობაზე ხო არ გივდია. აი პროცესი გაიარე. გადმოვჯექით უფრო ცუდზე. აუ როგორ ჩავიჯვი ბიჭო. ვერ გავბედე. აუ ეს მართლა მერსედესია ხო არ გადავა. იმასთან შედარებით. ალბათ ბევრად ნაკლების ტრაკი აქვს, მაგრამ წავედით. 1-0 მიგებს მდინარე. იმედია აკეთობისას გავბედავ და ძალიან არ ჩანან და სადმე ხო არ გაუხვიეს. იყო სადმე გასახვევი? მგონი არ იყო გასახვევი. აი ის ბოქსიორი რო ყავდა, აუ ძროხა გაიჩიტა ბიჭო. ძროხა მეგონა და გიო ყოფილა. მოვდანდით. წავედით. არა, შენ გადი და მე გავირ. კომფორტის ზონიდან არ გამომიყვანოთ და თუ გინდა ვებხთან შემიყვანეთ ვოლიერში. ო, რა სილამაზეა. სად ვართ? ხო არ გადაობ რა, კაი, აჰა. ეს რა არის? PUBG-ში მომიყვანე შეჩემა. აქ დარდება ხოლმე ტურნირები. ნუ აქედან იქ. კი, ეს იარაღი სათამაშოა, რა თქმა უნდა და აი იქ შევეცდებით რომ მოვარტყათ. რა ვიცი, მოტოთი მე ვერ ვიარე და იმედია მაგას მაინც მოვარტყა.
ეგრე, всё. ტყვიაც ამოვიდა. ამოვიდა. ო, რა ცხელია ძმა. აბა რა იქნება? არ არის ცხელი შენ აბოზარო. აბა რა იქნება, ვითომ რაღაცა იცის. მეგობრებო, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სათამაშო თოფი. არანაირი სტრაიკი ვიდეოზე აღწერაში მითითებული არის. შენ რო დაგვიჩაგრე და რო არ გასროლინეთ, როგორ იქნება? მე 5 წელი მაგაზე. აქ გამოსვლა ამოტოებით და მე სროლაც არის მედიტაცია რა. ძალიან კაია, მაგრა გამისწორდა. დავედით. მოკლედ ჩაფხუტი გინდათ რა წესიერი რა. სპორტის და სტრიტის ჩაფხუტით აქ წამოსვლა არის ტრაკის თამაში. აუ გაწვიმდა ბიჭო. ერთი უნიკალური გაკვეთილი არსებობს ყველა სფეროში, ყველაფერში აბსოლუტურად. პრაქტიკა ხვეწავს მხოლოდ და მხოლოდ. აი 9-ჯერ მითხრეს ესე არ ქენიო, ისე ქენიო და არ შვებოდი და ეხა ცოტა ხანი რომ დავისვენეთ. ვა, ალექს არახოძეა. ჩეკპოინტებზე მელოდებიან რომ მე სისულელე არ ქნა და არ გადავიჩეხო და მე 2 საათის მერე არ აღმოჩნდეს სადღაც თურმე ვგდივარ. ძალიან მაგრად დაემთხვა რომ უკვე მაქეს X-Road-ი, ჩემი Furigane-ის ბადე ქურთუკი აი ბეწვზე მომისწრო. გეგონება რომ Furigane-მა იცოდა რომ 2 დღეში აქ წამოვიდოდი. დიდი მადლობა Furigane-ს, დიდი მადლობა რბოლა G-ს, რომელიც არის ჩემი არხის სპონსორი. აუ მაგრად წვიმს ბიჭო. მაგრად გაწვიმ. ვა! მეგონი ჩემი ენერგიის 70% აქ დაიხარჯა უკვე. всё, რაღაც მომენტში უკვე ხედავდი რომ ეგ არის დავეცი და მეთქი ისე მაინც დავეცე რომ რამე არ მოვიტეხონ მაგის დედაცვატირე. ესენი კი იძახიან, მიდი ძმა ჩააჭირე, მაგრამ ეგ ძალიან გავს აი ძაღლების რო გეშინია და ვიღაც რო გეუბნება რომ არ გიკბენს, გეთამაშება. წავიქეცი ძმა. არა ხუმრო, კინაღამ. ნახე, ის ხო არ გეციამოვნება, გეცადა აი. ცადოთ. ეხა რაღაცას გეტყვი, თუ მომისმენ, кайიქნება. მე მოგისმენ, მაგრამ ვერ ვიზავ. ხა გარისკო და всё, вообще არაფერია. ნუ გეშინია, იარი. გავუშვი. ეხა, აი ნახე ის რა თუ ხარა გადიხარ შენ კალიიდან, უფრო ადვილად ამოდიხარ, აი, გეშენ. ხო, რა, აი ამის ეხა ძალიან მაგრა გეშინია, ვატყობ მე რა. ხო, მაგრა. გონია რომ მოგიცურდება. არ არსებობს. მოგიცურდება მაშინ, როცა მიდიხარ ნელა. ნელა, ხო. გაიგე? რას და როცა გონით რას გონითა, იმას ისე ადვილად ადიხარ, ამაზე რომ მithom არაფერი რა. ეხა მეორე. მეთამაშება არ მიკბენს? არა, შეჩვენა, მომი. ხო, მაგას პრაქტიკა უნდა. არ მინდა რომ დავაგდო, ცოდოა. კალიაზე ადი აი ესე გვერდულად რა, იმაში კი არ ჩაყო ბორბალი და ასე რო არის. ხო, გაზი აჭამე, თუ გაზი. გაგარუკებზე ასე იხტუნავ. და ისა დააწვინე, მიაწვინე, ყველაფერი. ეხა თუ დავარდები, აი ამის სახელზე ვარდები. წავედით. აღმართის დაძლევა. აუ ძალიან კაი გასართობი ძმაო. რაც უფრო ბედაო, უფრო კარგად დადის. ეს რა პარადოქსია. და 100%-ით ვიტყოდი რომ იგივე არ ითარგმნება ქუჩაში. იმიტომ რომ იქ რაც უფრო ბედავ თავიდან რო არიცი, უფრო ой, бля. აი დიდი ქვები მაქვს რა. ეხა არ ვამბობ თორე რამოდენიმეჯერ მქონდა იმის განცდა რომ всё ვეცემი, აი ეგ არის всё ვარდები. ბიჭო მართლა ჩქარა ჯობია ხო. საბურავი და ინერცია უფრო გასწორებს, მაგრამ
აი აქ ამ ტრაქში რო ავდივართ, აქედან ჩამოსვლა ხო შეუძლებელია. სწორი ზოლის არჩევა არასწორად სიარულით. რო ვარდები, აი როგორც კი იგრძნობ რომ რაღაც ნიტოა, ეგრევე იქით შეთესალ ვაჟდაფშაველაზე რა თქვი და აძლევ გაზს. ბიჭო რა სილამაზეა. ეს რომ ცოდნოდა ამდენი ხანი ხო დიდი. მოკლედ, ვისაც აი ამ გამოცდილების მიღება გინდათ, ტურები არის, აღწერაში არის შესაბამისი ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ, მიწეროთ და ესე ისიამოვნოთ. ვინც დაიმტრევით, ჩემი ბრალი არ არის, იმიტომ რომ ჩემ თავზე ძლივს ვაგებ პასუხს. ბიჭო, ძალიან გამისწორდა. აუ, შეიხარ ჩემი პატარა ძმა რა. ბიჭო, მე მგონი ყოველდღე მინდა რა. შეკითხვა მაქვს. უკან ვერ ჩამოვალ. აი 0 წავედით. ის გაკვეთილი მჭირდებოდა აშკარად. ბიჭებმა რომ ითხრეს რომ შეშიქ ხო არ გაქვს რაშვები, წესიერად ქენიო. იმიტომ რომ მაგარი მოჭერილი მოდიოდი და აჰა, გიორგის კი რა ამოგვი. ის თავდა. ხალხო არ გადავა, ძალიან კაია. აუ, აი თავისუფლება. აი ეს არის თავისუფლება. ალექს არასდროს დროს მასწრებ, ალექს. მგონი აქ ერთმანეთს რო კენჭი არ დავსხოთ თვალებში, სათვალე ცუდი არ იქნებოდა. ჩემი თესლი ნოლანის სათვალე კნოპკით ჩამოვწიო. აუ, არა ძალიან კაია, ხო არ გადავ. ეხლა ამას ალბათ უყურებენ უკვე გამოცდილი ოფროუდერები და ფიქრობენ რომ სად ბანაობოს კინი და მე ესეთ პასუხს გეტყვით რომ იმდენად თესლი პირველი გამოცდილება არის. ფაქტიურად პირველი, ანუ ესეთ გზაზე არ მივლია. კვადროცი გვივლია, კვადროციკლი არაფერი არ არის ამასთან შედარებით, ბევრად მარტივია და ბევრად თავისუფლად მოძრაო. აი ისეთი სიამოვნება, რომ ეხლა რომ გავჩერდებით, ერთი უნდა ჩავეძიო, ესეთი მოტორ ადამიჯდება. მანქანაზე მისაბმელი და გიო აქ გველები არის? აუ რა კაია! ეხა ნახე როგორ ქნას. შენ რომ უხამში შეხვარ, აქედან ამიდა ვერ გადმო, აი პროსტო არ მოგინდება. სამოკი დაკეტე. მაგრამ მომინდა ამის დათრევა. აი ეს გზა რაც ამოვიარეთ, მარტო ეს ვიკაიფე. აქამდე რასაც მოდიოდით, ქუჩაშიც, სროლამდეც ვაფშე ვერ ვერთობოდი რა. ეს სადახარ? ეხა ჩასვლაზე უნდა იყაი. უყურეს კი, რაც უფრო თამამად იული, აი უფრო მაგრა გაგისწორდება რა. კი, ეგ არ უნდა მოგერიდოს გაზი რა. ძალიან კაი გასართობი ძმაო. ძალიან კაი გასართობი. 64-ში ვართ მეგობრებო, აი 64 გამოიყურება ეს? ია. რბილია? ერთი წამი დავითრევ რამეს. კაია, მაგრამ ეს ციტრისთვის არის მეგობრებო, აი ეს რბილია რაღაცა. აი რომ დაიღლები, აი ეს ჩამოდგა. იდაყვი რომ არ დაგეღალოს. მაგისთვის არის ეგ 1 2, აჰა ეს მაგღია. 3 4. წავედით. აი ეს პირველი მოშინაურების მერე იწყება რეალურად გართობა რა. მანამდე ტრაკის თამაში არის. თუ ესე გულიანად არ მოუჭერ გაზს, სხვა შემთხვევაში სიამოვნება არ არის. გაკვეთილი, რომელიც თავიდან არ ამომდის. რო ატყობ რომ უნდა ჩამოგაგდოს ეგრევე გაზი. აცადოთ, არ ვარ მე ის ადამიანი, ვისაც ჭკუა მოეკითხება ამ ამბავში, ამიტომ თავს ვერ დავდებ, რომ სწორად გეუბნებით. ვიმეორებ რაც ვითხრეს. მუშაობს. თავარი ხო ეგაა. მოდა თუ მუშაობს, მაგიტომაც ესე იგი თქვენზეც იმუშავებს. არა, ერთი პრობლემა აქვს ძალიან დიდი. აი ამ დღევანდელ დღეს, რომ
$4,000 მჭირდება სასწრაფოდ. აი ესეთი მოტო დამჭირდა. ჩვენ და უნებურად. ესე იგი ჩვენ ახლა მე თავს გადავივლით და ცოტა არ მჯერა რომ აქ წამოვედი. ხელებში დაღლა დაიწყო. ფეხებით მოეჭიდეო. ხელები არ დაგეღლებაო და აი ყავას უშაქროდ ვინცვას ეგეთი ტიპი უნდა იყო რა. აქ არ დაიძაბოდა. მართლა ეგეთი მოდუნებული მოდიოდა. წავიდა დაღმართი. მგონი ძალიან უთამამდები მე ლაშას ავიდე. ლაშა არ გაუთამამდე რომ აუ რატო ჩავიდნენ წყალში? ნუ თუ აქედან მოვლა არ შეიძლებოდა. რათა რაღაც ბუზები და რაღაცები არის და მათ შორის ზოგიერთი უკვე ჭამედა. იმედი არ მოვიწამლები. მაგრამ აი ამით ნაღდად მოვიწამლე რა. ეს არის ჩემი პირველი სრულფასოვანი აი ესეთი გამოსვლა რა. აქამდე რაც მიქნია ეგ არ ითვლება აშკარად. ეხლა ხვდები რომ არ ითვლება. ხო იცი თევზი რომ ამოვა წყლიდან მე ხვდება რომ თურმე წყალში იყო და მანამდე არ იცის. ვა რა კაია. ესე ვფიქრობს. ზედმეტი ტლიკინი არ გვინდა. კონცენტრირდეთ გზაზე. ვა ცოტა დაუჯერებელია რომ თავისით დადის ბიჭო. როგორ თავისით დადის ეს სილამაზეა ბიჭო. როგორი ქვეყანა გვაქვს და სულ მაგას ვამბობ ხოლმე და მე ტრაქს ვათამაშებ. მე თვითონ ვარ პირველი ვინც მე არაფერს არ შვება მაგასთან დაკავშირებით და იმის თქმა მინდა რომ რა ულამაზესი ქვეყანა გვაქვს ბიჭო, ზღაპარი, ძმაო, ჯეტეა და არ მოვდივართ აქ და არ ვერთობით. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, როცა შეგიძლია რომ ცოტა ხანი ტელეფონი მიუთზე გადაიყვანო და აი აქ მოხვიდე. სუგა განცდა რომ რაღაცას ჩალიჩობ რა, რაღაცის მოქმედებაში ხარ რა. ძალიან დიდი სიამოვნებით ძმაო, ეგრევე ხვალ ვერ ამის ტრაკი თუ მექნება. წამოვიდოდი კიდე ერთხელ. გიო მოსევდი გიო. სრიალებს. თხილად არ დამეჯახო. ვაი. Easy, ძმა, easy. ვა! კაი, ხა დამტრევებს არა ვარ. ნელ-ნელა გადმოდი მოტრიალდი ჩამო. გადაიღე. ვაი! ზა. არა უშავს ერთი წამი. არა, მე პროსტა მიჭირავს რომ რომელიმე მხარეს არ წავიდეს. არა. ოპ. ესეც ნაწილია ამ ყველაფერს. შორიდან რა მარტივად ჩანს და შენ თვითონ რო აკეთებ. მაგარი ტოვინის. დამატარე. რატო გავჩერდით? ვა! ეს გავაფუჭე ძმა. ეს გავუკეთოთ პატრონს რა, ვისაც გავუფუჭეთ. ის რო გაჩერდა მეც გავჩერდი და იმან ამა აი ეს ხეები და ფოთლები ყველანი დამცინიან და არ დაგავიწყდეთ რომ ეს იძახდა წავიდეთო იქ კახეთშიო რომ ვერ ვივლიდი ვერ ხედავ აგერ მოყვდი. ნახე ძმა. იქ არ იყო ესე ჩასასვლელი. ანუ აქამდე რა გზაც ვიარეთ ის არის კახეთში ოღონდ ბევრი. ოღონდ ბევრი. აი თებია, ოღონდ პატარ-პატარა, მაგრამ ფერად-ფერადი მთებია. აუ წავიდეთ რა. ეხლა ეს გამოცდილება ხო მივიღეთ და ახლა უკვე შემიძლია. თვალე აი აქ თუ იარე, იქ იფაქი იფრენ. ეს შენი კოლექცია, შენი საწყლეტების კოლექციიდან არის? Japan. მაგათრის ნახე რა. რო ვიღაცას ფეხი მოტყდეს სიტყვაზე რა. ამით ბარემ მოაჭრა და გადაახვევ. ესე ახიდან ჯოხს დაუდებ, აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი დაახვევ. ეგრე ხდება. ეს საჭირო ნივთია. დაღმართში არავითარ შემთხვევაში აი ესეთ გზაზე ამხელად დაღმართზე ვაი ვეღარ მივდივარ და უნდა გავჩერდე ეგ არ მუშაობს. ეგრევე გადმოვარდი და კიდევ კაი რომ იქაც ესეთი არ იყო გაბმული ეკლებიანი თორე ეგ ეკალი შემერჭებოდა ცხვირში. ვარჯიშის დროს ცოტა მუხლი ვიტკინე და გუშინ ვიყავი ექიმთან და
არაფრის და ლეო არ გინდაო. ერთი ორი კვირაო საერთოდ დატვირთვა არ მიიღო, დაისვენეო რა. ხო და გასაგებია. აქედან ახლა ჩვენ ჩავალთ არც მეტი, არც ნაკლები. მუხაწყაროსკენ. უბრალოდ რა ქვია მაგადგეოს. ხო, ეს არის რა. 2 წლის წინ, 3 წლის წინ სადაც ყველაზე ხშირად მოვდიოდი ხოლმე. აუ, აქეთ როგორც ცივადო. და სუსველი ვარ ტანზე, სულ. და სისველეს დაემატა ქარი. არა. არ გინდა. 2 სანტიმეტრი არ ღირს, ეგრევე გზაზე გადადიხარ. 1-2 საათში ვიქნები. აუ, ყუმბარა ხელით მიაქ ესე. ეს არის თერაპია, ეს არის ხოლმე საჭირო წელიწადში რამოდენიმეჯერ. უნდა ეს სისხლს რო გადაისხავენ ხოლმე და რო განახლდება ორგანიზმი. ეგეთი ვარიანტი არის. რაღაც პერიოდულად უნდა აუცილებლად მოტო გადაისხა. არ მიდის მეტი. ეს არის ერთი ჩათლახი მოსახვევი. ოპა. ეხა ინტერკომი რო ქონოდა ვეტყოდი ძმებო, უკვე 1% აკლია დღევანდელ დღეს მაქსიმალური სიამოვნებისთვის და ეს არის ინტერკომ სისტემები, რომ პარალელურად ერთმანეთში შეგვიძლებოდა საუბარი რა. მით უმეტეს იქ, აუ ძალიან კაი იქნებოდა, აი ძალიან. დაღმართში 105-ით მივდივარ. ხო რა კაი ფენი რომ ეს ხელთათმანი ჩავიცვი რა. თეორიგანის გალაქსი მეგობრებო. 1000%-იანი რეკომენდაცია, ძალიან თხელია, აი დაუჯერებელი სიცხე რო არის ხოლმე მაშინ ვიცავ რა. ეს რა პატარა პონი დგას. რა საყვარელია ბიჭო. მოდი მისის გასართობ ცენტრში. ნახე როგორ გამივდის ეს ნაფ. აი ახლა არის შანსი. გამოუღებელი გაზი. ეხლა თუ ვერ დავეწიე და ესე იგი ჩემი უფრო ნელია. აუ ეს ნაფოზარი. თავიდან უნდა გაუსწრო. მოდი აქ! როგორ პეტავს? აუ რა კაია. უეჭველი მოსვლავდება. არ მატარებს.
ის ერთი დაგჭავი დააშორსა. ესენი მიშლიდნენ ხელს. წინვართ. საკაიფო წინვართ. როგორ დავწვათ დღეში 1800 კალორია 1 საათში. ჩემი რჩევა იქნებოდა ეგეთი რა. უნდა გააკეთო ესეთი რაღაცა. უნდა წინასწარ ქონდეს განსაზღვრული რა ადგილებში ისვენებთ, იმიტომ რომ ეხლა მე მაგარხოძე ვარ, ანუ რეალურად მე რისი ტრაკიც მაქვს, მაგის ალბათ რავი, საუკეთესო თუ არა, საუკეთესოსთან საკმაოდ ახლოს ვარ ფორმაში რა. და მე რო ეხლა მაგალითად არ ვარჯიშობდე სტაბილურად, მოტოზე არ ვიჯდე, ეგეც ხო ძალიან ბევრი კალორიის წვა და ვარჯიშია. ტიპს რომ მართვის მოწმობა აქვს და ჩამოდის და გეუბნება რომ აი მომაქირავე და ტურში წამიყვანე და მარტო მართვის შუაგზაში სადღაც ჩაიფარც. ო, შენი სათრევია მერე და ამიტომ აუ ანუ ბოლომდე არ გამოიხედა დაინახე. ძალიან კაი იყო, ძალიან გავერთეთ, მაგრად იღლები, მაგრამ სახში მიდიხარ და აი წვები ისვენებ და ერთი წამითაც არ ფიქრობ რომ არ ღირდა რა. ძალიან კაი დღე, აი უკარგესი დღე, ძალიან დიდი ხანია არ მისიამოვნია ესე და დიდი მადლობა ვის? იმიტომ რომ იმ ხელა მაქვს, ეხლა რომ ვიარე ამ ტურში გამისივდა და ვეღარ ვიხსნი ამ შლემთან. აი საპონი წაისვი, საპონი და მოიზრო. რომ წამესვა რომ მე ადვილად მომგროვებოდა. დღევანდელი ტური იყო 10-დან 3:30. სირთულე. კაი, აი 7-8 სირთულე რა იქნებოდა და 10 სირთულე რა იქნებოდა, უცებ რომ მითხრა ტურები რა. 7-8 იქნებოდა კახეთის ტური და 10 იქნებოდა თუშეთი. ყველას კარგ ამინდს უსურვებ და გიტო ბევრი სიარული, ბევრი კატაო. აბა კოცნით გეხვევით. ეგარი.